ხმაურიანი აღმოჩნდა სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმის სასამართლო განხილვა და პირისპირება ლადო ბედუკაძის დაკითხვის დასრულების შემდეგ დაიწყო. პროკურატურის მოწმესა და ბრალდებულ ბაჩუ ახალაიას ახლობლებს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკითხვის დროს ბედუკაძემ თეთრაძის გარდაცვალების დღე გაიხსენა. ბრალდების მხარის მოწმემ გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები აღწერა და თქვა, რომ თეთრაძის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით პოლკოვნიკ სასიკვდილო დაზიანებები ბაჩუ ახალაიამ მიაყენა. ერთ-ერთ თავარ მოწმედ ყავთ ვლადიმერ ბედუკაძე. მოწმემ თავად განაცხადა, ის არასდროს არ შესწრებია. არა მარტო ამ საქმესთან დაკავშირებით, საერთოდ არასდროს არ შესწრებია. ბაჩანა ახალაიას მხრიდან არც ერთი პატიმრის წამებას, არც დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის, არც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. შესაბამისად, მისი ჩვენება არანაირი მტკიცებულება არ არის ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ. ბატონმა ბედუკაძემ დღეს სასამართლოს მოახსენა, რომ მისი ინფორმაცია ეყრდნობოდა სერგო თეთრაძის მიერ მიღებულ ინფორმაციას და სასამართლოს აუხსნა, რა ვითარებაში იხილა პირველად დაკავებული ბრალდებული სერგო თეთრაძე, რომ მას აშკარად ეთყობოდა ზემოქმედების კვალი და ამ ზემოქმედების წყაროდ სერგო თეთრაძემ დაასახელა ბაჩანა ახალაია მეგის გარდავა და სხვა პიროვნებები.